რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების მიმართ? რას ისახავს მიზნად ეპილეფსიის საერთაშორისო დღე და არის თუ არა ეპილეფსია მნიშვნელოვანი პრობლემა? თემაზე ექიმთან ეპილეპტოლოგ ირინე ნიქაბაძესთან ერთად საუბრობთ. მოგესალმებით, ქალბატონო ირინე, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგწანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის. ესე იგი, უკვე მთელმა ქვეყანამ ვიცით, რომ თებერვლის მეორე ორშაბათი არის ეპილეფსიის საერთაშორისო დღე და მე მაინტერესებს დღეს, რომელსაც აღნიშნავს მთელი მსოფლიო, რას ისახავს მიზნად ეს დღე? ეპილეფსიის საერთაშორისო დღე ისახავს მიზნად ეპილეფსიის ცნობადობის ამაღლებას და ზოგადად არა მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებულ პირთათვის არის განსაზღვრული ეს დღე, განკუთვნილი, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვის ჩვენ ქვეყანაში და საერთოდ ზოგადად მთელ მსოფლიოში, რომ ცნობადობა ამ დაავადების შესახებ იყოს გაზრდილი და რეალურად იყოს გამოკვეთილი ის საკვანძო საკითხები, რა უნდა იცოდეს ადამიანმა ეპილეფსიის თაობაზე, რა ტიპის დაავადებაა ეს და რას ნიშნავს ეპილეფსიით დაავადებულ პირთან გვერდით ცხოვრება, თანაცხოვრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის, არა მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებულ პირთათვის. ისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ გაგვიმარტოთ, რა არის ეპილეფსია და რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაავადება, ვთქვათ ისე როგორც გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, რამდენად მნიშვნელოვანია? მოკლედ იმის შესახებ, ჯერ რა არის ეპილეფსია? ეპილეფსია არის თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოიხატება ჩვენ გარშემომყოფ პირები ხედავთ ეპილეფსიურ გულყრას და ზოგადად დაავადება გამოიხატება გულყრით და საფუძვლად ეპილეფსიურ გულყრას და ნებისმიერ ეპილეფსიურ პაროქსიზმს უდევს ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ხდება თავის ტვინში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის გავმიჯნოთ ეპილეფსია როგორც ჭეშმარიტად ანუ დაავადება, თავის ტვინის დაავადება, რომელიც განსხვავდება სიმპტომური ეპილეფსიებიდან იმით, რომ ეპილეპტიგენური კერა არსებობს თავის ტვინში და სპეციფიური მოვლენა არის და არ არის განპირობებული სხვადასხვა ტიპის დარღვევებით, არა მხოლოდ ნერვული სისტემის. და გარდა ჭეშმარიტად ეპილეფსიური შეტევებისა და ეპილეფსიისა არსებობს სიმპტომური ეპილეფსიური შეტევები, რომლებიც ახასიათებს სხვადასხვა დაავადებებს, როგორც ერთ-ერთი გართულება. სიმპტომური ეპილეფსიური შეტევები არ შეიძლება ეს ერთი ხელის მოსმით ჩაითვალოს ეპილეფსიათ, იმიტომ რომ ზოგადად სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დაავადების და იმ სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც არის უზარმაზარი სხვაობა ჭეშმარიტ ეპილეფსიასა და სიმპტომურ სხვადასხვა დაავადებებით, სხვადასხვა დარღვევებით გამოწვეულ ეპილეფსიის ტიპებს შორის. მაგალითად, ეპილეფსიის სტატისტიკური მაჩვენებელი არის ზოგად პოპულაციურად არის 0.8-დან 1%-მდე მოსახლეობის ეს რაოდენობა, რომელსაც აქვს ეპილეფსია დადასტურებული. იმისთვის რომ გავმიჯნოთ რა არის ჭეშმარიტი ეპილეფსია ამ პარამეტრებიდან, ანუ ამ ციფრებიდან, მარტივი ფორმულა არსებობს ამისი, რომ ყოველი 100 ადამიანიდან პირველი შემხვედრი 100 ადამიანიდან რომ გამოკითხო რომ ვაწარმოოთ 10 ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს დანაკარგი გონება. ეს გონების კარგვა შეიძლება უბრალოდ გონების კარგვა იყოს ვიზუალურად და შეიძლება იყოს ტიპიური ეპილეფსიური პაროქსიზმი, ანუ ეპილეფსიური შეტევა. შეტევა როგორც კრუნჩხვითი, მიმდინარე როგორც კრუნჩხვებით, ასევე კრუნჩხვების გარეშე. ესე იგი, გამოდის რომ 10% მოსახლეობისა ერთხელ მაინც აღნიშნავს ცხოვრებაში გონების კარგვას. ამ 10 ადამიანიდან 9 არის არაეპილეპტიკი. მხოლოდ 1%, ანუ მოსახლეობის 1%, იქიდან არის ზუსტად ეს ციფრი გამოყვანილი, მხოლოდ 1% არის ავად ეპილეფსიით. გასაგებია. ესე იგი, მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ეპილეფსია ადამიანს დაემართოს, აი, თქვათ, სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში თუ მხოლოდ თანდაყოლილი შეიძლება იყოს ეპილეფსია?
მოდით ესე შევცამსოთ, რომ ეპილეფსია თანდაყოლილი არ არსებობს. არსებობს კვლევები, არა უშავს, არსებობს კვლევები და ანუ დიდ პოპულაციაზე ეს არ ჩატარებულა ეს კვლევები, თუმცა უცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ეპილეფსიური პაროქსიზმები არის აღწერილი. ეს არის ერთეული შემთხვევები და ამას ამ წუთში ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ეპილეფსია არის ის უნიკალური მოვლენა, რომელიც ახასიათებს ყველა სქესის, ყველა რასის, ყველა ასაკის ადამიანს. ნებისმიერ დროს მათ ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ეპილეფსიური გულყრა განუვითარდეს. ახალ შობილს დაბადებიდან რამოდენიმე საათში და ღრმა მოხუცებულს შეიძლება პირველი ეპილეფსიური გულყრა განუვითარდეს გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე, თქვა, აი ეს შეზღუდვა ასაკობრივი ეპილეფსიას არ გააჩნია. არსებობს ასაკთან შეჭიდული ეპილეფსიური შეტევები. ეს უფრო ბავშვთა ასაკს ეხება. სხვა ეპილეფსიის ტიპები არის, რომელიც ახასიათებს მხოლოდ ბავშვთა ასაკს. და არსებობს ამ სახეობებში ასევე რამოდენიმე ტიპი, რომელიც გარკვეული ასაკის მიღწევისთანავე გულყრები უკვე ქრება და ფაქტიურად ვრელავს აღარ ექვემდებარება, არ მეორდება, არ ხანგრძლივდება. ანუ ეს არის ასაკ დამოკიდებული ეპილეფსიური შეტევების ტიპი. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ რამ შეიძლება სხვადასხვა ასაკში გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევები, ეს არის ცხოვრების სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა დარღვევების გამო შეიძლება აღმოცენდეს პირველი ეპილეფსიური გულყრა. ანუ კონკრეტული მიზეზი რამ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია დადგენილი არ არის? როგორ არ არის დადგენილი? კი. თქვენ თუ გულისხმობთ სიმპტომურ ეპილეფსიას, ან ცხოვრების განმავლობაში გამოგიმუშავდება, ან დაგეწყებათ ეს გულყრები, ესეთ შეტევები, რაც წახან აღვნიშნე, რომ ეს არის სიმპტომური ეპილეფსიური შეტევები, ეს შეიძლება გამოიწვიოს თავისწვენის ტრავმამ, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის პარაზიტებმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა. თქვათ, ეს შეიძლება იყოს აი მოზარდ გოგოებში მენარხე, ანუ პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყებისთანავე, ან წინ უძღოდეს ამ მენსტრუალურ ციკლს მენარხე არის ეს პირველი ეპიზოდი ამ ციკლისა. შეიძლება აი მენარხე შეჭიდული ეპილეფსიური შეტევები იყოს, რასაც უკვე თავისი ტიპი აქვს აღწერილი, ესეთი ტიპი, რომელიც არის კატამენიური ეპილეფსია. არის ეპილეფსიური გულყრები ასევე განპირობებული ძილის დეპრივაციით, ანუ ძილის ფორმულის დარღვევით, ანუ ძილის სქემა არსებობს, ფიზიოლოგიური ძილის პერიოდი, აუცილებელი ძილი, რაც ჭირდება ადამიანს, რომ ჯანსაღად განაგრძოს მისი ყოფა ცხოვრება. ეს არის დაახლოებით 7 საათი, როცა ადამიანს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ძილის ხანგრძლივობა უმოკლდება, მაგალითად 3 საათი პერმანენტულად ძინავს და 1 კვირის განმავლობაში ან 10 დღის განმავლობაში ძინავს მინიმალური რაოდენობა საათებისა, ეს იწვევს, ამას ქვია ვეძახით ჩვენ ძილის დეპრივაციას და ამ პროცესმა შეიძლება გაუწიოს პროვოცირება ეპილეფსიურ პაროქსიზმს. საკმარისია ძილის ფორმულა გასწორდეს და გულყრები აღარ მეორდება. ანუ ეს ძალიან სენსიტიური არის ტვინი ამ ძილის რეჟიმთან მიმართებაში. ასევე ინტოქსიკაციის სხვადასხვა ტიპი, დაწყებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციიდან, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნებისმიერ ასაკში? ნებისმიერ ასაკში, რა თქმა უნდა. შესაბამისად ბავშვები არ სვამენ და მოზრდილებში ბავშვები მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარენ, რომელმაც აი პირველივე მოხმარების შემდეგ შეიძლება ეს გამშვებ მექანიზმად გადაექცეს და განუვითარდეს ეპილეფსიური შეტევა მსუბუქ ნარკოტიკზე. ეს ხშირი შემთხვევაა საკმაოდ. მაგრამ ნებისმიერი ტიპის ინტოქსიკაცია, რომელზედაც ინდივიდი არის სენსიტიური, შეიძლება დასრულდეს ეპილეფსიური განტვირთვით. მაგალითად, მე და თქვენ შეიძლება რაღაც გარემო ფაქტორებზე არ ვრეაგირებდეთ, მაგრამ ადამიანი ჩვენს გვერდით იმისთვის არის ეს ტრიგერი და ის რეაგირებს დაუშვათ ნებისმიერ გამოსხივებაზე,
არც რაღაც ტოქსინებზე, ნარკოტიკის სხვა სახეობებზე შეიძლება უპასუხოს ეპილეფსიური გულყრით. ანუ ყველაფერი, რაც თავის ტვინის ფიზიოლოგიის ნორმალურ წარმართვას არღვევს, უშლის ხელს, ყველაფერი განიხილება პოტენციურად ეპილეფსიური გულყრის გამშვებ მექანიზმად. შეიძლება განხილული იყოს, ეს არის დამოკიდებული ინდივიდზე, უხეშად რო ვთქვათ, ვისი ტვინი როგორ პასუხობს ერთი და იგივე გამაღიზიანებელს. აი, მინდა აუცილებლად გითხოთ, ვიდრე გადავალთ ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხს ეპილეფსიის და ფინანსება მაკრედველობაში, როგორ უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანს, ვთქვათ, ვინც ჩვენს გვერდით განიცდის ეპილეფსიურ კრუნჩხვებს, თუ როგორ სწორად ვამბობთ, არ ვიცი. და ძალიან ხშირად ალბათ გაგიგონიათ თქვენ როგორც ექიმს, რომ აი ენას უჭერენ რაღაც კოვზით, მყარი საგნებით, პირის ღრუში ერევიან, რა შეიძლება ამ დროს გავაკეთოთ სასწრაფოს მოსვლამდე და რისი გაკეთება არის უკუჩვენება და აკრძალული. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეხლა პირველი თქვენი კითხვა იყო ზუსტად ამაზე, რომ ცნობადობის გაზრდა, ამაღლება ეპილეფსიის ირგვლივ ეპილეფსიურ შეტევებს თუ ვერ განვიხილავთ მაინდა-მაინც ეპილეფსიურ გულყრას, იმიტომ რომ არსებობს ეპილეფსიური შეტევები, რომლებიც არ მიდის კრუნჩხვით, მაგრამ ადამიანი, რომელიც იმყოფება ამ გულყრის სტატუსში, შეიძლება მიდიოდეს იხდიდეს სტანზე, იგინებოდეს, ტიროდეს, არაადეკვატურად იქცეოდეს. შეიძლება ვინმეს ჩაუძრეს ჯიბეში ან გაწვეს შუა ქუჩაში და მოიქცეს ისე, როგორც აი ფსიქიურად აშლილი ადამიანი იქცევა. და ეს იმდენად მოკლეა ეს შეტევა 2-3 წუთი გრძელდება, თუკი ის დახმარებას საჭიროებს და მისთვის მთავარია შეიქმნას დაცული გარემო, ამას აუცილებლად ჭირდება ცოდნა. როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანს? ახლა გამვლელისთვის ძალიან რთული ამოსაცნობია ის ადამიანი, რომელიც სიტყვაზე კრუნჩხვის გარეშე იმყოფება გულყრის სტატუსში, როგორ უნდა დაეხმარო მას? ბანალურად, აი ყველასთვის ნაცნობი გულყრის ტიპი არის ტონურ-კლონური კრუნჩხვა. ეს ყველასთვის ახკმადია, ყველა მიცის, რომ ეს შეიძლება იყოს ეპილეფსია. მოდით ვისაუბროთ ასეთ შეტევის დროს, როგორ ვეხმარებით ადამიანებს, რომელიც არიან გულყრის სტატუსში. მნიშვნელოვანი არის, აი ამოსავალი წერტილი ასეთ დროს არის ის, რომ შევქმნათ დაცული პირობები, რომ გულყრა მიმდინარეობდეს დაცულ გარემოში. ანუ გარდა იმისა, რომ ის ძალიან მძიმე 2-3 წუთი უნდა განულოს ამ ადამიანმა გულყრის დროს, ამის გარდა ის შეიძლება დაზიანდეს, დაშავდეს. მაგალითად, ადამიანი გულყრის დროს, აი გულყრა თუ განუვითარდა საჭესთან ჯდომის დროს. მე ალბათ საშინელება. რა თქმა უნდა, ზიანდება თვითონ და აზიანებს აბსოლუტურად უდანაშაულო გამვლელებს. ხო? უზარმაზარი რისკი ამიტომაცაა, რომ ეპილეფსიით დაავადებულ პირებს ეგრძალებათ ჩვენი პროტოკოლით საჭესთან, რა თქმა უნდა, მართვის უფლება მათ არ აქვს. ერთადერთი ტიპი ეპილეფსიის, რომელიც შეიძლება რომლის დროსაც არ შეუჩერდეს მართვის ლიცენზია, ესაა ძილის ეპილეფსიური შეტევები. იმიტომ რომ ადამიანი თუ მართავ მანქანას აპრიორი არ გძინავს, ხო? ესე იგი პაციენტისთვის, უпроსტად ადამიანისთვის, ვინც არის გულყრის ფაზაში, მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იქნას უზრუნველყოფილი დაცული გარემო. საჭესთან თუ უნდა დავეხმაროთ და მანქანა გავაჩეროთ და შევწყვიტოთ მოძრაობა, თუ სიმაღლეზეა უნდა დავიცვათ ის, რომ არ ჩავარდეს სადმე, წყალში თუ ცურავს, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავეხმაროთ ამ დროს, ამ მომენტში, თუ ცეცხლთან არის, ცეცხლს უნდა მოვაშოროთ, თუ მჭრელ ინსტრუმენტებთან არის ან დაზგასთან არის, რა თქმა უნდა, მისი მოშორება უნდა განხორციელდეს ამ რისკ ფაქტორებთან, რომელიც ხო არის მის გარშემო. ასეთ დროს პაციენტის სასურველია დავაწვინოთ, ისედაც კარგავს წონასწორობას და ვარდება, მაგრამ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ხელი ამას არ დაარტყას, არ გაიჭრას, თავი რაიმეს არ ურტყას, ამიტომ თავქვეშ სასურველი ამოუდოთ რაიმე რბილი საგანი, გადმოვაბრუნოთ გვერდზე, თუ მთელი ტანით რთულია ასეთი პაციენტის გადმოbrunება გვერდზე, მაგრამ სასურველია რომ თავი მაინც გადმოუბრუნოთ, იმიტომ რომ
ნერწყვი, რომელიც გამოიყოფა ასეთ დროს, ტონური კლონური პაროქსიზმის დროს, ეს ნერწყვი არ გადაცდეს პაციენტს და არ მოიგუდოს. ანუ დამატებითი რისკები არ უნდა შეუქმნათ. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, ეპილეფსიის გულყრას როცა შევეყრებით, არის ის, რომ ეპილეფსიური შეტევა თვითონ იწყება და თვითონ მთავრდება. არანაირი ზემოქმედება ჩვენი გარედან, ისეთი როგორც არის სახეზე, რამე შავი ქსოვილის დაფარება, პირის გაღება, თითების დაჩხვეტა, ყურების, ბიბილოების ზელა, ფეხებით დაკიდება და უამრავი რაღაც ნიშანი აქვთ, ხალხურით ამართლებენ ამას, რომ იცით რა, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ასე აკეთებდნენ და ჩვენც ესე გადმოცემით ვიმეორებთ. არანაირი ახსნა ამას არ აქვს. ამ ყველა ამ ქმედებით პაციენტს ვუშლით ხელს, ზედმეტად ვაზიანებთ. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს სიტუაცია? 3 წუთი, 3 წუთი ნახევარი, ყველაზე დიდი 4 წუთი შეიძლება გაგრძელდეს. რა შეიძლება გენერალიზებულ ტონურ კლონურ კლონჩხას აღწერთ ახლა ჩვენ, ხო? თორე არსებობს შეტევები, რომელიც წამები გრძელდება, სულ და ცნობიერება ეცვლებათ, შეგრძნებები ეცვლებათ, სულ წამები მიდის ასეთი გულყრები. ოღონდ ისინი არის არაკრონჩხვითი. რა არის აღსანიშნავი იმისთვის, რომ როცა ეპილეფსიას, ანუ ეპილეფსიურ შეტევას შევესწრებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის ინფორმაციის მიტანა ამ დროს ან დაავადებული პირის ოჯახის წევრებამდე, ან ექიმამდე. იმიტომ რომ ექიმთან როცა მოდის პაციენტი, სულ ვაწარმოებთ ესეთ გამოკითხვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად აღწერილი კლინიკური სურათი. და აი სამხლები პირები სასურველია თუ დაინიშნავენ დროს ხანგრძლივობას რამდენი მიმდინარეობს და დააკვირდებიან გულყრის ბუნებას ან გულყრა როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ გულყრის ფორმულის გამოსაყვანად ექიმს, აი ექიმი აკეთებს ამას, გულყრის ფორმულა გამოყავს. გულყრის ფორმულის გამოსაყვანად არის უმნიშვნელოვანესი სწორად მოტანილი დეტალები გულყრის შესახებ ექიმამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გულყრის მიმდინარეობას, ერთი გულყრა არ მიმდინარეობს, ბავშვად არ გრძელდება, ну მაქსიმუმ 4 წუთზე მეტი. მაგრამ არსებობს ეპილეფსიის სხვადასხვა ბავშვად სტადიები, კონდიციები, როგორიც არის სერიული ეპილეფსიური გულყრები, ანუ დღის განმავლობაში რამოდენიმე შეტევა რო იყო, მაგრამ შეტევებს შორის პაციენტი მოდიოდა გონზე და იყო საქმე. ასეთი პაციენტი სტაციონარში იყოფნა სასაჭიროებს. ორი შეტევის შემდეგ, რა თქმა უნდა, სასურველია, რო იქნეს გადაყვანილი სტაციონარში, სადაც 24 საათი მინიმუმ მოხდება დაკვირვება მასზე და შესაბამისი კვლევები. ერთ სიტყვით არსებობს სერიული ეპილეფსიური გულყრები და ასევე არსებობს ეპილეფსიური სტატუსი. სტატუსი არის გახშირებულ გულყრებს შორის პაციენტი თუ ვერ ასწრებს გონზე მოსვლას და გულყრას ებმის, ეს მდგომარეობა სასწრაფოდ ექვემდებარება სტაციონარიზაციას და სტაციონარში ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მათ განთავსებას. ანუ ეს არის ყველაზე მეტად საშიში კონდიცია, მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს ეპილეფსიას. შეტევები ეპილეფსიური სტატუსის დროს არის ის ფაქტი, რომელიც იწვევს ლეტალურ ბოლოს. იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცები გითხარით ახლა თქვენი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რომ მე მაინტერესებს დიაგნოსტირება, დიაგნოსტიკა ეპილეფსიის თუ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ან მკურნალობა თუ ფინანსდება, ან თუ არის ისეთი ორგანიზაციები სამწუხაროდ უკვე უნდა ვთქვათ, რომ იყო უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებდნენ ეპილეფსიის გნებავთ დიაგნოსტირებას, გინდათ მკურნალობას, თქვენ უკეთესად გეცოდინებათ, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში წარმატებით მუშაობთ და თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა ფინანსდება, ვთქვათ, ეპილეფსიით დაავადებული პაციენტის და რა არ ფინანსდება და ვინ აფინანსებს, თუ ფინანსდება, რაიმე კუთხით ეს დაავადება? რა თქმა უნდა, ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ქართული მედიცინა თუ რამით ამაყობს, ესაა მისი ეპილეპტოლოგიური სკოლა. და
ეპილეპტოლოგების რესურსი საქართველოში არის საკმაოდ მძლავრი და ამ სკოლის ფუძემდებელი იყო მიხეილ სარაჯიშვილი, რომელიც არის ამ მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი მსოფლიოში. ასე რომ ქართველი ეპილეპტოლოგები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ და ნებისმიერი საპილოტე პროგრამა, რომელიც იწყებოდა დაუშვათ ეპილეფსიის ბიუროს, საერთაშორისო ბიუროს ან ეპილეფსიის ლიგის მიერ, ის პროგრამები განხორციელებული იქნა საქართველოში. ეს დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე და პირველი პროექტი დაუშვათ რამაც მოგვცა საშუალება რომ ეპილეფსიის პირველადი დიაგნოსტიკა და კვლევები დაგვეფინანსებია ეს ნამდვილად იყო საერთაშორისო პროექტი ჩვენთან დასავლეთ საქართველოში ქუთაისში ეს პროექტი დააფინანსა იყო საერთაშორისო ორგანიზაცია CARE რომლის ეგითითაც ჰქონდა ჩვენ ერთწლიანი გრანტი და საკმაოდ დიდი იყო ამის მოცვა და პირველადი დიაგნოსტიკა ელექტროენცეფალოგრაფიული კონსულტაციით, ნეიროფსიქოლოგის კონსულტაციით და პირველადი დანიშნულებით, ანუ უკვე მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებით, ეს ყველაფერი იყო დაფარული ამ ორგანიზაციის მიერ. ესე იგი 2007 წელს თუ არ ვცდები მოხდა ისე რომ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ბატონი ოთარ თოიძე. ეს ჩემი მასწავლებელია და ძალიან ცნობილი ეპილეპტოლოგია და მეცნიერი არ მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოში და ჩვენ სფეროში ძალიან ცნობილი და მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ის გარღვევა, ასე რომ ვთქვათ, რომ ეპილეფსია ჩამჯდარი იყო სახელმწიფოს დაფინანსებაში და ბიუჯეტს დაეფინანსებია ეს მოხდა 2000-იანების დასაწყისში და იგივე კალკი, ასე რომ ვთქვათ, გადმოვიღეთ უკვე ჩვენს მიერ განხორციელებული, არ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთშიც, ჩვენს მიერ განხორციელებული და პილოტი პროგრამების სქემა იქნა დანერგილი უკვე სახელმწიფო პროგრამის სახით და ეპილეფსიის ცენტრმა დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება. დღემდე მუშაობს ეს პროგრამა. ანუ სახელმწიფო აფინანსებს სახელმწიფო დღესაც აფინანსებს ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკას, კვლევებს, ოღონდ არა მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებს. და აი ეს პორცია არის დაფინანსებული, ანუ ელექტროენცეფალოგრაფია, ეპილეპტოლოგის კონსულტაცია და ნეიროფიზიოლოგის, უკაცრავად ნეიროფსიქოლოგის ტესტირება, ეს მოიცავს ეს ანუ დაფინანსების. უფრო ღრმა კვლევები თუ იყოდეს მე დაფინანსებული, თქვათ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ან თუნდაც მედიკამენტები, ან აპარატურის შეძენა. არა, აპარატურის შეძენა მე პირადად რაც ამან გამოცდილება, ეს იყო მხოლოდ აი ამ გრანტის პირობებში. სახელმწიფო ორგანიზაციაში მე არ მიმუშავნია ისეთში, სადაც დაუშვათ რაიმე დონაცია ყოფილიყოს ეპილეფსიის ნაწილში. თუმცა არსებობს მაღალტექნოლოგიური კვლევები, რომელიც აუცილებელი არის ეპილეფსიის ზუსტი დიაგნოსტიკის და ამომწყურავი ყველა კითხვებზე პასუხის გასაცემად. არსებობს მაღალტექნოლოგიური კვლევები, რომელსაც სამწუხაროდ არც გრანტი და არც სახელმწიფო არ აფინანსებს ეპილეფსიის ეგიდით ეს ფინანსდება დაუშვათ მუნიციპალიტეტების დონეზე. ქუთაისში უფინანსდებათ ეპილეფსიით დაავადებულებს რაიმე ტიპის გამოკვლევები ან ექიმთან ვიზიტი ან წამლები. ქუთაისში 2013 წლიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში დევს ეს ეპილეფსიის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც ჩვენი წილი და მინდა გითხრათ, რომ გაწერილია ეს პროგრამა მხოლოდ ქუთაისში მაცხოვრებელ ეპილეფსიით დაავადებულ პირებზე. თავიდან ბიუჯეტი იყო ცოტა ისეთი მწირი, თუმცა დღეს ბიუჯეტი, ანუ ყოველწლიურად მინიმუმით, მაგრამ ბიუჯეტი მაინც იზრდება. და ქუთაისში მაცხოვრებელი ეპილეფსიით დაავადებული პირები
ამ პროგრამის, მუნიციპალური პროგრამის ეგიდით ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომელიც არ არის დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამით, რომელიც გულისხმობს ქრონიკული დაავადებების მქონებით და მედიკამენტების უზრუნველყოფას. არის აქ რამდენიმე ნევროლოგიური დაავადება და ეპილეფსია არის მათ შორის. ანუ ყველა საქართველოს მოქალაქეს ვისაც აქვს დადასტურებული ეპილეფსიის დიაგნოზი ეძლევათ მიმართვა ოჯახის ექიმის მიერ, ანუ ოჯახის ექიმი უპირველეს ყოვლისა ითხოვს ეპილეპტოლოგის ან ზოგად ნევროლოგის, რომელიც ატარებს ასეთ პაციენტს ფორმა 100 ამონაწერს ისტორიიდან დანიშნულებით. ოჯახის ექიმი პროგრამულად გამოწერს 5 ტიპის პრეპარატს, დიდი არჩევანი სამწუხაროდ არ არის და ეს პრეპარატები არის სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. თუმცა, აი იშვიათ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები აი რეზისტენტული ეპილეფსიების დროს ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომელიც არ არიან პროგრამაში, ან არ გვაქვს ბაზარზე, იშვიათ გამონაკლისების გარდა, აი ეს მუნიციპალური პროგრამა გვეხმარება ძალიან. ანუ 2013 წლიდან ეს პროგრამა აქტუალურია, მუშაობს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგალითად დეპარტამენტი ამას ატარებს და დიდი ხანია ამ თანადგომას გრძნობთ, რაზედაც მინდა უზარმაზარი მადლობა გადაუხადო პროგრამის მესვეურებს. ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. ეპილეფსია საზოგადოებისთვის არის ძალიან სტიგმატიზირებული თემა. ამ დაავადების მქონე ადამიანები ალბათ ამჯობინებენ იგივე ჭრილში ყოფნას, ალბათ დისკრიმინაციის ატანა უწევთ. თქვენ გაქვთ ხშირი შეხება ამ ადამიანებთან და რამდენად რთულია ან იოლია ამ დაავადებით ცხოვრება, თქვათ ეპილეფსიანი ადამიანებისთვის. იმას თუ გავითვალისწინებთ, რა დაავადებაა ეს? თქვენ დამერწმუნებით, რომ დამეთანხმებით იმაში, რომ ძალიან რთულია თვითონ პიროვნებისთვის ამ დაავადებასთან თანაცხოვრება. ეს დაავადება არ იცი რა გემართება. არ იცი როდის დაგემართება და რა პირობებში მოხდები ამ დროს და არ იცი გადარჩები თუ არა. აი ამ შიშით ცხოვრობს ადამიანის სტიგმას რო თავი დავანებოთ, ეს არის უზარმაზარი სტრესი, რომელთაც ცხოვრობს ის მთელი ცხოვრება. და გარდა თვითონ ადამიანისა, რომელიც არის დაავადებული ეპილეფსიით, მის გარშემო მისი ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები, დედა, ესენი სულ ამ შიშში არიან და სულ დაძაბულ რეჟიმში არიან. იმისთვის, აი რაც შეეხება სტიგმას, სტიგმა რა თქმა უნდა არის და ეს სტიგმა არ ახასიათებს მარტო ქართულ რეალობას. ეპილეფსია ყველა ქვეყანაში სტიგმა იყო და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ხალხი გამოვიყვანოთ ჩრდილიდან, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეპილეპტიკები ჩვენ ხშირად თუ ამბობ ამას, აი ჩემთან კონსულტაციებზე მოსულ პაციენტებს ვეუბნები, რომ მე უბრალოდ არ მაქვს უფლება დავასახელო ის ადამიანები, ვინ არიან ეპილეფსიით დაავადებული პირები და არიან ჩემი პაციენტები. ეს ზოგიერთ აქ იმის თამამე რომ ისაუბროს ამაზე, რომ მე ეპილეფსია მაქვს და მე მინდა ვილაპარაკო ეპილეფსიაზე, ძალიან ცოტა ასეთი პაციენტები, მაგრამ ჩემი პაციენტების საკმაოდ დიდი წილი არის ძალიან წარმატებული, თვითრეალიზებულები, ბედნიერი ადამიანები, უბრალოდ მათ ისწავლეს ამ მისი დაავადების მართვა, ამ დაავადებასთან თანაცხოვრება და რაც აღსანიშნავია, ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი და მისი ოჯახის წევრი როცა მოდის კონსულტაციაზე, მთავარი არის მიიტანო პაციენტამდე რა ჭირს მას. გენეტიკური არის თუ არა ეს დაავადება? გენეტიკური განწყობა შეიძლება, რისკი იმისა, რომ ეპილეფსიით დაავადებულ დედას ან მამას გაუჩნდეს მის შვილს ცხოვრების განმავლობაში კონდეს ეპილეფსიური გულყრები და ჩამოყალიბდეს ეპილეფსია, უფრო მაღალია დაახლოებით 3-4 ჯერ ვიდრე ზოგად პოპულაციური. ანუ ზოგად პოპულაციურად თუ გვაქვს რისკი, რომ 1% გვებადება სიტყვაზე ჯანმრთელ დედმამას, არა ეპილეპტიკს, გვებადება 1%-ში ეპილეფსიით დაავადებული პირი, ეპილეპტიკებს ეს პროცენტი უსამაგდებათ და უოთხმაგდებათ. შესაბამისად, ხო, განწყობა ეპილეფსიის არსებობს, არსებობს ეპილეფსიის ოჯახური შემთხვევები,
ყველაზე ესეთი მოცულობითი ოჯახური შემთხვევა მე რაც შემხვედრია ჩემ პრაქტიკაში ეს იყო 6 ადამიანი 4 თაობაზე გაშლილი 6 დაავადებული პირი ეპილეფსიით ერთ ოჯახში 4 თაობის ეს ფარიალში წარმომდგენია რთული და მძიმე შემთხვევა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ საინტერესო საუბრისთვის. ნამდვილად იყო ჩვენთვის დღევანდელი დღე. ცნობიერების ამაღლება ამ დაავადებასთან დაკავშირებით, ბევრი რამე პირადად მე ახლა გავიგე და აწიმეცოდინება. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი გახდათ ექიმი ირინე ნიქაბაძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ნახვამდის. ნახვამდის.